არის წარმოდგენილი არის სხვადასხვა ზომის, ფორმის პროტეზები და ამ პროტეზებს აქ ერთი ძირითადი ფუნქცია დაზიანებული სასახსრე ზედაპირები შეიცვალოს მექანიკური სახსარით. აი მაგალითად, ტაბუხი მენჯბაძაკის სახსრის ათროზის დროს ტაბუხის ფოსოში თავსდება სპეციალური მეტალის ჯამი. კი. აი ესე გამოიყურება ის. რაშიც თავსდება პროტეზის იმპლანტი. ეს იმპლანტი ფიქსირებულია ბარძაკის ვალზე და შესაბამისად ჩვენ მოძრაობას უკვე ხელოვნური სახსრის ხარჯზე ვახორციელებთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მექანიკური კონტაქტის გამო აღნიშნული ტკივილი აღარ იარსებებს. რაც შეეხება პროტეზის ზომებს და ფორმებს, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ცხოვრების წესზე, პაციენტის ძვლების სიმტკიცეზე. აი მაგალითად, ოსტეოპოროზული ძვლის შემთხვევაში, ძირითადად პროტეზის ფიქსაციისთვის გამოიყენება ჩაჭედვის ტექნიკა. ანუ ბარძაკის არხში იჭედება პროტეზი მექანიკურად, ჩაქუჩით. ამ შემთხვევაში უნდა იყოს მყარი, სოლიდური ძვალი, რომ შესაძლოა ამ ტიპის ოპერაცია. თუმცა ასაკოვან პაციენტებში ძალიან ხშირია ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, რადგანაც ძვლის სიმტკიცე არ არის საკმარისი, მასში პროტეზის ჩაჭედვით მოთავსებისთვის, ამიტომ არსებობს სპეციალური წვრილი ფეხზე პროტეზები, რომლის ფიქსაციისთვისაც ცემენტი გამოიყენება. კი, ანუ ზუსტად ეგ მინდა ცემენტიანს და უცემენტოს შორის რა განსხვავებაა მაგალითად? ცემენტიანს და უცემენტოს შორის რატო არის უკეთესი მაგალითად პროტეზირება, ხო? კი, ანუ ცემენტიანს და უცემენტოს შორის განსხვავება არის ფიქსაციის ტექნიკა. უცემენტო პროტეზი ფიქსირდება ჩაჭედვით, ცემენტიანი ფიქსირდება ცემენტის გამოყენებით.